კოცური ნარატივია, როცა ვამბობთ, რომ ტაუკლარჯეთი თურქეთის მიერ არის ოკუპირებულია და მე მინდა რომ ხებას მოგწერან, რომ აუ ტატრალ მოკლედ მეგობრებო და ხო ყარსის ხელშეკრულებაზე იყო ერთი-ორი სიტყვა ნათქვამი კიდე მოკლედ მეგობრებო ვიწრო პოლიტიკურ პარტიულ გემოვნებას გადავაყოლებთ რაღაცა ქვეყნის ინტერესს და რეალურ მოცემულობას ერთი კონკრეტული მიზეზის გამო, იმიტომ რომ ჩვენ რაც არ უნდა გვიგონოს რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია დღეს საქართველოში ქოჩნაცი გახარიალი თუ ასე შემდეგ არის ამ ქვეყნის სამსახურში თუ პირიქით ამ ქვეყნის მოღალატე ეს არის დროის საკითხი 20, 30, 50 წლის შემდეგ ამ პარტიების 50 არა, მაგრამ 100 წლის შემდეგ ამ პარტიების გაგონება აღარ იქნება და ისტორიაში ისწავლიან მხოლოდ ბავშვები, მაგრამ ეს ქვეყანა დარჩება და უნდა დარჩეს და გადარჩეს. ასე რომ რაღაც ისეთ მნიშვნელოვან ფაქტობრივ მოცემულობაზე რომ ეს ქოცურია, ეს ნაცურია, როცა ოკუპაციას ეხება საქმე, ეს არის სრულიად მიუღებელი. ჯერ ერთი ხო, იმ ვიდეოში ტერმინი მეც არასწორად გამოვიყენე, ოკუპაცია ვთქვით, ტაუკლარჯეთის და უნდა მეთქვა რეალურად ანექსია, იმიტომ რომ არა ეს არის არა ოკუპაცია, არამედ ანექსია. და რა შეხება ყარსის ხელშეკრულებას, ხო, აი ეს არგუმენტი არის ხოლმე, რომ ქართულმა მხარემ მოაწერა ხელი, რას ქვია ხელი მოაწერა. ჩვენ ფორმალურად საკავშირსაც მოვაწერეთ ხელი, ჩვენ ფორმალურად იმასაც მოვაწერეთ ხელი და იმასაც ვაღიარებდით, რომ საქართველოში კუთხეების მიხედვით კი არ იყო ადმინისტრაციული მოწყობა, არამედ ადმინისტრაციული მოწყობა იყო, არ ვიცი, გუბერნიების მიხედვით. და უეზდების მიხედვით, ანუ ამიტომ ჩვენ არ გქონდა ამის შეცვლის უფლება, ან მაგალითად, ან ხელმოწერა დოკუმენტის მოწერა, როცა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ხდება და ორი დამოუკიდებელი სუბიექტი, რომელსაც აქვს მართლზომიერი უფლებამოსილება, რომ რეალურად გამოხატოს საკუთარი ნება შესაბამის პირობებში. ასეთ შემთხვევაში, ოკეი, შეიძლება ვიდაოთ იმაზე, რომ ხელშეკრულება რამდენად ატარებს სამართლებრივ ხასიათს, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, რომ 1921 წლის მარტში და მოგვიანებით პერიოდში ქართულ ადმინისტრაციას საბჭოთა ადმინისტრაციას ჰქონდა თავისუფალი ნება, რომ გამოეხატა. საბჭოთა ადმინისტრაციაში შეიძლება იყოს ისეთი ადამიანები, რომლებმაც შეგნებულად მოვაწერეს ამ დოკუმენტს ხელი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში როგორც ესეთი ქართული ნება იყო იქ და ქართული ნება განიხილებოდა იქ და ცოტა ყურჯობია რომ ტერმინებს ყურადღება მივაქციოთ რას გულისხმობთ. ეს ერთი. მეორედ სულ რომ პოლიტიკურმა არჩეულმა ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ მოვაწეროს ხელი კონკრეტულ დოკუმენტს, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ რომ ტერიტორიულ საკუთრებაზე უარის თქმა ასე მარტივად ხელსახედ ხდება და ეხლა მაგალითად ხარას ხელშეკრულება რომ გაფორმდეს, არ ვიცი, იმერეთის მიყიდვასთან დაკავშირებით, ეს ფაქტობრივი მიყიდვა ან აღიარება ან ჩუქება, ლარად გაჩუქდა ეს იმერეთი, ამ ხელშეკრულებას რაიმე სამართლებრივი საფუძველი ექნება. ეს არის ყოველდღე მიუღებელი და წარმოუდგენელი და მე უბრალოდ ის მიკურს, რომ გასაგებია შეიძლება ივარაუდო, რომ აი პოლიტიკოსები, თუნდაც ოპოზიციის, თუნდაც მთავრობის რატომ არ საუბრობენ ამ თემაზე და აი ჩავთვალო, რომ ხო, ნუ რეალურად საჯარო პირები არიან და ამ მომენტში რადგან ამის აქტუალიზაციის საფუძველი იმდენად არ არის და თქვა იმედი არ აქვს, რომ მალე მოხდება და ტაუკლარჯეთის დაბრუნება საქართველოს ფარგლებში შიგნით არ ამწვავებენ და დიპლომატიურად უდგებენ ამ საკითხებს, იმიტომ რომ სურთ რომ თურქეთი როგორც მოკავშირედ ისე აღვქვენ. ჯერეთით მოდი გავხსენოთ, რომ თურქეთი რაც არსებობს და თურქ-სელჩუკებიდან მოყოლებული ყოველთვის საქართველოს მტერი იყო. ოფიციალურად როგორც მოწინააღმდეგე სახელმწიფო კი იყო რაღაც შეთანხმებები, იქ ირანული ძალის დასაბალანსებლად და ასე შემდეგ, მაგრამ თურქეთი როგორც ასეთი განიხილებოდა ისტორიულ მტრად. საბჭოთა დაშლის შემდეგ ხდება, რომ როგორც ასეთი თურქეთთან ნატოს წევრია და გასაგებია, რომ დაალაგებულია და უნდა დაალაგდეს და უნდა გავიძალოს თურქეთთან დაალაგებული ურთიერთობები. ამაზე არავინ არ დაობს. მაგრამ სამომავლოდ ეს შენი მხრივ რომ ლეგიტიმაციას აგრძელებდა იმისას, რომ ტაუკლარჯეთი თითქოს და სხვათა შორის ახლა არ შემიძლია რომ ამას არ უყურე, კოცური ნარატივია, პირიქით როგორც მახსოვს ერთი პერიოდი პირიქით იყო რომ თითქოს მე ესეთი რაღაც ყოველ შემთხვევაში მოსმენილი რომ პროგრამიდან აპირებენო მე როგორც აღნიშნა რომ ტყუილი იყო ეს ინფორმაცია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პირიქით იყო ნარატივი რომ თითქოს განიხილებოდა, არ ვიცი, ნამდვილად განიხილებოდა თუ არა მე ამ ინფორმაციაზე არ მაქვს წობა და საიდან უნდა მქონდეს, რომ გრიგოლ ხანძელის სწავლებაა გრიგოლ ხანძელის სწავლება უნდა ამოიღოს სკოლა პროგრამიდან და იმიტომ რომ მომავალ თაობას არ ქონდეს ცოდნა და პრეტენზიის გამოთქმის უფლება იმისთვის რომ ასე ვთქვათ, ოდესმე ლეგიტიმური საფუძველი და პრეტენზია დააყენოს საქართველოს ისტორიულ მიწაზე ტაუკლარჯეთსა და ხო, არ ვიცი, ფაქტია რომ საკმარის ყურადღებასაც არ უჩენთ დღეს ტაუკლარჯეთის მიმართ. სხვა შორის მე და ჩემი მეგობრებს გვინდა ჩავსვლავ ახლა ეს პერიოდში და მოკლედ ამის სხვა დროს ვსაუბროთ. ხო, აი ამის თქვა მინდოდა სულ და
ძალიან ფრთხილად მოვეკიდოთ ტერმინებს, ხო? კიდევ ერთხელ ვამბობ 50 60 წლის შემდეგ მომავალი თაობა ნაცებზე და ქოცებზე და გახარიაზე და ლელოზე და ასე შემდეგებზე და გირჩზე და სხვებზე მარტო ისტორიაში ისწავლოს. მაგათი ხსენებას აღარც იქნება სავარაუდოდ როგორც პოლიტიკური პარტიების. ნუ თუ მოვლენ საერთოდ სხვა ხალხი იქნება, ხო? 50 წლის შემდეგ თითოეულ პარტიაში და ამით ნუ განსაზღვრავთ ახლა რა რომელ პარტიას რა მოწონს და რომლის ლექსიკურ მარაგს რომელი სიტყვა უფრო ემთხვევა, იმიტომ რომ ეს რაღაც გაუგებარი აბდაუდა გამოვიდა, რეალურად სწორებას დავკარგავთ. მე რომ ყველა ვინც ამით საზღვრავს ის მას ცუდი მიზანი ამოძრავებს. არა, უბრალოდ ეს არის ძალიან პრიმიტიული დამოკიდებულება საკითხის ასეთი კომპლექსური საკითხის მიმართ. დაულოჭეთ საქართველოა და აუცილებლად უნდა ვიცადოთ რომ დაბრუნდეს საქართველოს შემადგენლობაში. თან არ ვიცით რა მოხდება 30 და 40 წლის შემდეგ. ამია რომ ძალადობრივი პირველი მექანიზმი ძალადობრივი გზით უნდა იყოს დაბრუნება სელობა, მაგრამ არ ვიცით რა იქნება ახლა ეს მომავალში, ხო? მიქნებ მშვიდობიანად ისე დაალაგდეს და ისე გადაეწყოს ყველაფერი, რომ მაინც ახლა რუსეთის დაშლაზე რომ ვოცნებობთ თაობები, ამას თავი დავანებოთ თურქეთის დაშლაზეც ვიოცნებოთ, თქო, ამ გამოსვლით არ გამოვდივარ, ამ მიმართულებით არ მინდა აზრი გამოვთქვა, მაგრამ ტავკოლჟერთი არის საქართველო.